მოგესალმებით, მე ვთქვით მერსაბა და არხიკობაჭი შროსამსამი და დღეს. როგორც უკვე ტრადიციულად ჩვენ ისევ მივდივართ ჩვენს ფეროვნების სამუშაოზე. და მოის პრინციპში უკვე ავიღოთ ჩვენი ალმასის თოხი, ავიღოთ კარტოფილი, ხორბლის წესლები, ცოტაოდენი სტაფილო და წავიდეთ უკვე ჩვენს ფეროვნების სამუშაოზე. იმიტომ მე უკვე ხედავ როგორ გაზრდილა ჩემი ფერმები. Так, აი ხორბალი. ამეგროვ თქვენ ალბათ შემეკითხებით ეს რა სახლი დგას ჩემს სახლთან ახლოს. ეს არის ჩვენი სოფლის მაღაზია, რომელშიც პრინციპში არც კი არავინ შედის. იმიტომ რომ მაგ მაღაზიაში არ არის პროდუქტების არჩევანი, ანუ ძალიან ცოტაოდენი პროდუქტებია. ასევე ანუ ძალიან ცოტა პროდუქტია, შეიძლება ითქვას რომ მაგ მაღაზიაში პროდუქტების დეფიციტია. ასევე არ არის დაცული სტანდარტები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სტანდარტები. და ეს მაღაზია იმყოფება დახურვის პირასაც კი. და პრინციპში შემიძლია გაჩვენოთ რა არის საერთოდ რა არის განლაგებული შიგნით, так მოლარი აქ არ არის, ну აი შეხედეთ. პრინციპში იატაკი უკვე გახურულია, შეხედეთ სერიოზულად უკვე თითქოს 50 წლისა ეს იატაკი რაღაც ერთ-ერთი არ ვიცი რა დავარქვა რაღაც მაგიდას ნაირი რაღაც არ ვიცი მანდ ნორმალურად პროდუქტებსაც კი ვერ ჩაყრიეს თვითონ მეგორო კასასაც უნდა იდგეს მოლარე შეხედეთ როგორია ყუთები რომელშიც პრინციპში არც ერთი პროდუქტი არ არის იმიტომ ხო გეუბნებოდით რომ დეფიციტი აქვს პროდუქტების ერთხელ თვეში თუ მოვა რომელიღაც მანქანა რომელიც მოიტანს ამ მაღაზიაში რამე პროდუქტებს მოგეთ აი ასეთი პრობლემები აქვს აი ამ მაღაზიას. საბა გამარჯობა, მე გავიგე შედი ლაპარაკი და მე ვარ მოკეთ მე მუშაობ გამყიდვად ამ მაღაზიაში და გამოდის ეს რაც ჩამოთვალე ეს არის პრობლემა იმის გამო რაც ადამიანები არ შემოდიან მე უბრალოდ დიდი ხანია ვფიქრობ რატო არ შემოდის ჩვენ ახლა ხალხი ეს გამოდის ამის გამო გამარჯობა კი ჟიტენიკო ზუსტად ამის გამო იმიტომ თქვენთან არ არის ნორმალური პროდუქტები ანუ ძალიან ცოტაოდენი პროდუქტებია არ არის დაცული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და პრინციპში არც კი არაფერი თაფის კი ძალიან ჭუჭყიანია იმათ ვეკითხათ თქვენი მაღაზია და ზუსტად მაგიტომ პრინციპში ჟიტენიკები მიდიან ხან ქალაქში მაღაზიაში ხან მეზობელ სოფელში საბა ისა შედი ერთი კითხვა მაქვს შეგიძლია გავიკეთო პატარა რემონტი მაგ მაღაზიაში ისე რომ ხალხმა გაიგოს რომ ეს რომ ამ მაღაზიაში შესულ შეიძლება რამე მაგათ პროდუქტები რომ შემოგვიყვანო იქ რამე ახალი კარადები რამე ახალი იატაკი და ახალი ფანჯრები რომ გაგვიკეთო და მე შემიძლია გადაგიხადო შენ ერთი 30 ისროდი ну принципში окей მე ახლა პრინციპში შემიძლია окей ჩემთვისაც უფრო კარგია მეც არ მომიწევს სადღაც 600 კილომეტრით სოფელ ქალაქში გასვლა რომ უბრალოდ მაღაზიისთვის რომ გავიდე კაი პრინციპში მე არ ვარ უარზე მაგიტომ ახლავე მოვალ და გაგიკეთებთ ძალიან კარგ რემონტს პრინციპში მეგორო მე ასე ყოველი არ ვარ უარზე რადგან მეგორო იცით რა იმის გამო რომ ეს მაღაზია არის აი ესეთი ცუდი ხომ როგორც მე გითხარით რომ არ არის პროდუქტები ძალიან ჭუჭყიანი არ არის დაცული ყველა სტანდარტები ამ ყველა სტანდარტები ნორმალური სტანდარტები მაგის გამო მე და სხვა სოფლელებს გვიწევს ხან ქალაქში წასვლა რომელიც მდებარეობს ეს 600 კილომეტრზე ჩვენ სოფლამდე ხან კიდე მეზობელ სოფელში რომელიც არც ისე დიდად განსხვავდება მდებარეობით ქალაქამდე ანუ ის ძალიან შორს არის ჩვენი სოფლიდან მაგიტომ პრინციპში მე არ ვარ უარზე და შესაძლებელია მე ჯერ ესე 30-ის უნოსაც გადამიხდიან და შესაძლებელია მე რამე ფასდაკლებებსაც კი გამიკეთებენ როდესაც მივალ მაგ მაღაზიაში так окей ჩოლოგი აქვს პრინციპში ფერმებიდან პროდუქტები так, ну, в принципе, სოფლეო რამე დაგითხრა 1-25 წუთში შეგიძლია მოხვიდე და ასე ვთქვათ შეაფასო ჩემი მუშაობა
თავდაპირველად რასაკვირველია სანამ ჩვენ დავიწყებთ სამუშაოს, მანამდე მე ახლა ჩავრთავ კრეატივს, რომ უფრო ასე ვთქვათ გაგვიავილდეს ამ მაღაზიის რემონტის გაკეთება. Так, окей, პრინციპში და მეორედ მოდით მეგობრებო კიდე ერთხელ შევაფასოთ ეს მაღაზია. იცით ძალიან დიდი სამუშაო გვიწევს, რასაკვირველია იატაკი, პროდუქტები, შესაძლებელია კიდე ფანჯრებით შევცვალო, ეს კასა რომელიც ძალიან მაბეზღებს. ნუ რა არის ეს მეგობრებო, თქვენი ეს კასაა, შეხედეთ როგორ გამოიყურება რამხელა. ეს ნახევარი ადამიანისა სერიოზულად. Так, окей. თავდაპირველად რასაკვირველია მე ახლა გამოვალ და პრინციპში მეგობრებო, ამ მაღაზიის ექსტერიერი მე მომწონს. შესაძლებელია რასაკვირველია სახურავი გაეკეთებინათ აი როგორც აი ფერმერს. როგორც ფერმერს აი ასეთი რა, აი ასეთი სამკუთხედისნაირი, მაგრამ არა უშავს პრინციპში მე ფერი მომწონს. თავად კარკასიც მომწონს, აი ფანჯრებს შესაძლებელია შევცვლი და სხვა რამეს ექსტერიერში ჩემი აზრით არც კი არაფერი არ უნდა შევცვალო, იმიტომ ყველაფერი პრინციპში შესანიშნავია. აი რაც შეეხება უკვე ინტერიერს, აი აქ უკვე ლოკალური, აი უბრალოდ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რო გამოვასწოროთ, ასე ვთქვათ, შეცდომა იმ მშენებლების, რომლებიც საერთოდ აშენებდნენ ამ მაღაზიას. თავდაპირველად რასაკვირველია მე მინდა შევცვალო იატაკი, არა მხოლოდ აი ესენი, აი ეს რაღაც დაჟანგული იატაკი, არამედ საერთოდ იატაკი, იმიტომ კობლსტოუნი მეგობრებო, ეს კობლსტოუნი ხომ? ძალიან არ უხდება იატაკს. მე მინდა ავიღო აი ასეთი ქვის აგურები, აი ასეთი. ქვის აგურები, ჯერზეც ეს იქნება უფრო ლამაზი. ინტერიერის სახით, მეორეც ერთი ეს უფრო მოუხდება ჩვენი მაღაზიის ეგრეთ წოდებულ სტილს. მაგიტომ აი ახლა შეხედეთ, მეგობრებო, შეუძლია ასე იატაკს, ნუ აი შეხედეთ, სად კობლსტოუნი და სად აი ეს ქვის აგურები, ხომ? აი 1000-ჯერ უფრო ლამაზია ჩემი აზრით. მაგიტომ მე ახლა დავდგამ ახლა იატაკს თელს მაღაზიაში და დაგიბრუნდებით თქვენ. Так, მეგობრებო, დავბრუნდი, იატაკი უკვე მზად არის. შემდეგ რასაკვირველია კარები. თავდაპირველად იდგა აი ასეთი კარები, რომელიც არის საერთოდ ჩვენს სოფელში ყველგან. მაგრამ, აი ჩემი აზრით ასეთ მაღაზიას, რომელიც არის უფრო ასეთი ფერადი, ასეთი თეთრი ფერის და პრინციპში მოუხდება უფრო აი ასეთი ნათელი კარები, ვიდრე ასეთი სტანდარტული სოფლის კარები. მე აი ასე ვფიქრობ, რადგან ჯერზეც ეს მაღაზია თვითონ არის ასეთი ნათელი ეს მატერიალისგან დამზადებული და მეორეც ერთი იმის გამო, რომ ეს აი ასეთი კარები უფრო მოიზიდავს ჩვენს სოფლელებს. შემდეგ პრინციპში ინტერიერის ნახევარი უკვე მზად არის. ახლა მე მინდა მოვაშორო ეს ყუთები იქნება რასაკვირველია, მაგრამ არა აი ასე რაღაც რანდომულად რო არის. და ეს რაღაც საშინელი მაგიდაც და ეს საშინელი საზისხარი კასაც უნდა მოვაშოროთ აქედან. პრინციპში თავად მაღაზია უკვე არის ცარიელი, რაც უკვე პრინციპში კარგია. რასაკვირველია მე თავდაპირველად მინდა გავაკეთო ასეთი კარატები, ასეთი ჯერ ესე რასაკვირველია მაცივრები, სადაც იქნება სასმელები და მერე უკვე სპეციალური ასეთი კარატები, სადაც იქნება უკვე თავად მაგალითად არ ვიცი, ხილი, ბოსტნეული პროდუქტი, მოგეთ სხვადასხვანაირი პროდუქტი. მე მინდა პრინციპში რასაკვირველია ჯერჯერობით მე ახლა მეგობრებო ასე ვთქვათ გასწავლით როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი კარგი მაცივარი კარატი და ასე შემდეგ. ვიღებთ აი ესეთ კიბეს, მუხის კიბეს. ასე მაღაზია პრინციპში მე ისე გავადიდებდი ამ სახურავს. ნუ კაი პრინციპში მე ხო ვთქვი რომ ექსტერიერს არ შევცვლით. ასე. ხო, ფანჯრებსაც შეეხება. ფანჯრებს რაც შეეხება, პრინციპში ესეთი ფანჯარა ჩემი ის უფრო მოუხდება, ვიდრე იცით უკვე მე მინდოდა ესეთი ფანჯარა გამეკეთებინა, აი ესეთი. მაგრამ ჩემი აი ესეთი ფანჯარა იქნება უფრო ლამაზი და უფრო კარგი ასეთი მაღაზიისთვის, მაგიტომ ფანჯარაც დავტოვოთ, აი ესე მეგობრებო. შემდეგ ვიღებთ ნახევარ ბლოკებს, ასე.
შემდეგ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ საერთოდ კარებით, აი ესეთი კარებები, აი ასე უნდა ვთქვათ, მაგრამ ჩვენ აქ გვჭირდება პროდუქტები და თუ ჩვენ ასეთ კარებებს გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ პროდუქტებს უკვე ვეღარ დავდგამთ. აი ესეთი მეგობრებო პატარა კარა და მაცივარი რაც გინდათ ისე თქვით. კასა იქნება იგივე ადგილას, უბრალოდ უფრო კარგი კასა ვიდრე იყო მართლა გეუბნებით. შემდეგ აქაც იქნება აქ უკვე იქნება თლიანად კარადები და აქ უკვე იქნება ყუთები, სადაც იქნება იქ პროდუქტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავდაპირველად როგორც მეგობ თქვი, ჩვენ გავაკეთებთ ეგრეთ წოდებულ მაცივარს, წყალი, ვაშლის ლიმონადი და მოდით იყოს მაგალითად მარწყვის ლიმონადი. აი მეგობრო წყალი, ვაშლის ლიმონადი და მარწყვის სმუზი და ლიმონადი. მეგობრო, პრინციპში ეს მაცივარი იქნება პატარა, რადგან ჯერ ესე ის ჩვენი სოფელი ისეაც არ არის რამე ქალაქისავით, არ სჭირდება ბევრი სასმელი და მეორეც ერთი პრინციპში არც კი ბევრი არც კი სვამს სასმელს, რამე სასმელს, იმიტომ ჩვენ გვაქვს პრინციპში სოფლის ჭა და ასეთი წყლები იყოს პრინციპში თუ ვინმეს მოუნდა რომ იყიდოს. შემდეგ კასა. აი მეგობრებო, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ პრინციპში ნორმალური კარგი ლამაზი კასა. ავიღოთ, მოით მეგობრებო, კასა გავაკეთოთ მუქი ფერის. აი ეს მეგობრებო, ასე ვთქვათ, modern style. Так, შემდეგ ვიღებთ ასეთ ნახევარ ბლოკებს ისევ. და კასა რომ აი ასეთ მეგობრებო, პრინციპში კასისთვის დიდი რაოდენობის ისის არ სჭირდება. აქ მხოლოდ აი ადამიანი მოვა. Так, პრინციპში დავყოთ რამე ნოუთბუქისავით, კაი, ოკეი, კომპიუტერისავით. აქ გაატარებს ადამიანი თავის პროდუქტს. იყიდის და ასე ვთქვათ, წავა ეს მეგობრებო, ლამაზი კასა ჩვენ გამოგვივიდა. შემდეგ, ახლა აი ეს კედელი, სადაც იქნება იგივე კარადები. მე ახლა მეგობრებო, კარადეს დავაყენებ და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, პრინციპში უკვე გავაკეთე ასეთი ორი კარადა. პირველი ასეთი პატარა, სადაც იქნება ხილი, აი როგორც არის ვაშლი, ოქროს ვაშლი და საზამთრო. მეორე კარადა არის უფრო დიდი, სადაც არის სხვადასხვანაირი ხორცეული და თევზები. შემდეგ რასაკვირველია ყუთები. ყუთებში იქნება რაღაც პროდუქტები, რომლებსაც მე თვითონ დააწყობენ აი ამ კარადებში. აი ესეთი მეგობრებო, ესეთი ორი ყუთი. და აქ რაღაც რანდომულად აი რამე პროდუქტები, აი ვაშლები, აი ხორცეული დავაყენო და კიდე დესერტები უკვე აღარ დაეტია, მაგიტომ დესერტის მაგვარი იყოს ტორტი. მოით 3 ტორტი დავდოთ ბარემ. 3 ტორტი და აქ უკვე დავდოთ ეს სხვადასხვანაირი ხორცეული, თევზები, ეს ასე ვთქვათ, ერთჯერადი რომ ასე ვთქვათ, მერე უკვე თავად სატვირთო მანქანა მოიტანს სხვა დანარჩენ პროდუქტებს. კიდე პრინციპში შეიძლება დავდოთ ესეთი გოგრის ნამცხვარი. შეიძლება აქ კი არა, აქ დესერტები არ არის, აქ თევზები და ისინი და პრინციპში მეგობრებო, მაღაზია უკვე მზად არის. ვიტყოდი მე, თუ არა, აი ეს დებილური ნათურები. რადგან მეგობრებო, ეს არის მაღაზია, ეს არ არის რაღაც სოფლის სახლი, ეს არის მაღაზია, რომელიც უნდა მოიზიდოს და არა შეაშინოს ხალხი. მაგიტომ ჩვენ აქ დავთქვათ ნორმალურ, კარგ, თანამედროვე ნათურებს და გიცით როგორ აი ასე. შემდეგ აქ ასე ოპა ეს მეგობრებო, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს განათებული, ასე კვირია ჩვენი მაღაზია, ასე ოპანა კიდე ასე არა უშავს ამას ჩვენ გავასწორებთ ასე ოპ და ბოლო ადგილი არის აქ, აქ პრინციპში უკვე თაროებია. მეგობრებო, პრინციპში ჩვენ უკვე დავამთავრეთ ეს მაღაზია. შეხედეთ როგორი ლამაზი და ასე ვთქვათ თანამედროვეც კი გამოგვივიდა. ძალიან ლამაზი სოფლისთვის, ასე კვირია. Так, სად არის ეს ჟიტელნიკი, რომელმაც უნდა მომცეს 30 სუნრუდი? კაი მეგობრებო, მე ახლა წავალ. მადლობა დიდი ვინც ყვა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეცეთ ლაიქეთ და თუ რამეა, შეგიძლიათ შეაფასოთ კომენტარებში.
10 ქულიდან რამდენ ქულაზე, ასე ვთქვათ, შეაფასებდით თქვენ ამ მაღაზიას, რომელიც გავაკეთე, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიც მე გავარემონტე. ნახვამდის.